შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 კილოგრამზე მეტი კოკაინის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ბულგარეთის 3 მოქალაქე დააკავეს. სასაზღვრო კონტროლის გავლისას დაკავებულებს სხეულზე წერბოვანი ლენტით მიმაგრებული, აჩეკვრად დაფასოვებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩნდათ. სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკისას 8.5 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6 კილოგრამზე მეტ კოკაინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალება სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ. დადგინდა, რომ ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება $2,500,000 შეადგენს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ფაქტზე ამ დანაშაულში მხილებული და დაკავებული იქნა ბულგარეთის 3 მოქალაქე, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება კოკაინი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ვინაიდან აქამდე საქართველოში ამ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ კოკაინი, სამართალდამცველებს არ ამოუღიათ. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება შავ ბაზარზე დღესდღეობით დაახლოებით $2,500,000 შეადგენს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტებით, რაც ითვალისწინებს უადო პატიმრობას.